დღეს გამართულ საკრებულოს სხდომაზე საკრებულოს წევრებს გავაცანით სახელმწიფო აუდიტის სამსახურის მიერ 2022-2023 და 2024 წლის პირველი ნახევრის შედეგებიდან გამომდინარე მუნიციპალიტეტის საქმიანობის შესაბამისობის ანგარიში. ასეთი შემოწმებები სახელმწიფო აუდიტის მიერ, ანუ აუდიტერების პროცესი ტარდება რეგულარულად, მას აქვს გეგმიური ხასიათი და ეს უკანასკნელი იყო ერთ-ერთი ბოლო ანგარიში, რომელიც დღეს მოვისმინეთ. სახელმწიფო აუდიტის სამსახურის ანგარიში, რომელიც ეხება მუნიციპალიტეტის საქმიანობის თითქმის ყველა სფეროს და ამიტომ ქვია მას მუნიციპალიტეტის საქმიანობის შესაბამისობის ანგარიში, მოცემულია კონკრეტული რეკომენდაციები იმ გარკვეული ხარბეზების გამოსასწორებლად, რომელიც დააფიქსირა აუდიტის ექსპერტებმა. როგორც აღნიშნე, შემოწმება ეხება მუნიციპალიტეტის საქმიანობის ყველა სფეროს, დაწყებული ინფრასტრუქტურული პროექტებიდან, სოციალური პროექტებიდან, სოციალური მიმართულების პროექტებიდან, აბსოლუტურად ყველა მიმართულებას, რომელიც ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსით და მუნიციპალიტეტის მერიის შესაბამისი დებულებით არის განსაზღვრული. ძირითადად აქედან ახლა უნდა ითქვას, რომ აუდიტის მიერ წარმოდგენილი ანგარიში არის ძირითადად სარეკომენდაციო ხასიათის, მაგრამ იქ არის ცალკეული მუხლები, ცალკეული შენიშვნები, რომლებიც აუცილებლად უნდა იქნეს გათვალისწინებული. აქვე იმასაც აღნიშნავ, რომ არის გარკვეული ხარვეზები, რომელიც თქვათ შეიძლება ტექნიკური ხასიათი ჰქონდეს ამ შენიშვნებს, მაგრამ მუნიციპალიტეტის საქმიანობისათვის იყოს არსებითი ხასიათის, მაგალითად საამშენებლო დასრულებული საამშენებლო ობიექტების მიღების საკითხებში ხდება ზოგჯერ რომ არა თავისდროულად ხდება მომწოდებელის მიერ, ანუ პროექტის შემსრულებელის მიერ დაგვიანებით ობიექტების ჩაბარება, არის ნაკლოვანებები ისეთი, რომელიც ვთქვათ შეიძლება უკავშირდებოდეს საქმის წარმოებას, ზოგიერთი იურიდიული საკითხების სწორად შეფასებას. მოკლედ უნდა აღნიშნო, რომ ბოლო შესაბამისობის ანგარიში არის ერთ-ერთი ყველაზე უკეთესი, ასე ვთქვათ, ყველაზე ბრჭყალებში რბილი ანგარიში, რომელიც მე ამ საკმაოდ ჩემი საკრებულოს სტრუქტურაში მოღვაწეობის მანძილზე წამიკითხავს და განხილვაში მონაწილეობა მიმიღია. რა შეიძლება ითქვას, ჩვენ უკვე მუნიციპალიტეტის მერიასთან ერთად უკვე დავიწყეთ მუშაობა იმ მიმართულებით, რომ ის რეკომენდაციები, რაც შემოგვთავაზა გამოსასწორებლად, ანუ ნაკლოვანებების აღმოსავლად სახელმწიფო აუდიტის სამსახურმა, უახლოეს პერიოდში მოამზადებთ წინადადებათა პაკეტს ამ რეკომენდაციების შინაარსიდან გამომდინარე და იმ ნაკლოვანებების აღმოსავლად, რაც დაფიქსირებულია აუდიტის ანგარიში, და ვფიქრობ, რომ ვთქვათ, ერთი კვირის ვადაში მომზადება შესაბამისი ჩვენი კონკრეტული წინადადებები და რეკომენდაციები უკვე აუდიტის სამსახურთან მიმართებით, რომელსაც წარუდგენთ ამ სტრუქტურას და საბოლოოდ მაინც ასე მინდა ჩემი ინტერვიუ დავასრულო, ეს ერთ-ერთი კარგი ანგარიშია, თუმცა არის ხარვეზები, რომელსაც აუცილებლად შეიძლება გათვალისწინება და შეცვლას. ეს ყოველთვის იქ აღმოჩნდა, რომ იქ არის უბრალოდ აღრიცხვა სამუშაოზე გამოცხადების მიმართულებით, არ არის იმდაგვარად მოწესრიგებული, როგორც ამას ითვალისწინებს მოქმედი წესი. ეს და მხოლოდ ეს არის, გაზრდილ შტატებზე იქ არ არის საუბარი, უბრალოდ ფუნქციების განაწილებაზეა საუბარი. ახლა ნებისმიერ შეუძლია ნებისმიერმა ჩათვალოს, რომ ეს ალბათ იმიტომ არის, რომ
ეს შტატებია მეტი და აღრევას აქვს ფუნქციების დაკისრებული ვალდებულებების შესრულებას ან შეუსრულებას ან როგორი ხარისხით სრულდება თითოეული მუშაკის მიერ მასზე დაკისრებული ვალდებულებები ზოგჯერ ამას აქვს მართლა ისეთი ხასიათი უბრალოდ ეს უნდა ჩანდეს სამუშაოს აღწერილობით ნაწილში და ყველა ეს IP-ის თანამშრომელია, მერიის თანამშრომელი თუ საგრებულოს აპარატის თანამშრომელი აუცილებლად უნდა ასრულებდეს იმ ვალდებულებას, რაც მათ საკვალიფიკაციო მოთხოვნებით არის გათვალისწინებული. არის ეს ხარვეზი, ეს დამახასიათებელია სამწუხაროდ ძალიან ბევრიდან თითქმის ყველა მუნიციპალიტეტისათვის, მაგრამ ეს არ არის იმის თქვი დასაბუთება, რომ ეს ასე უნდა იყოს. მე ვიცი, მერიამ უკვე დასახა გარკვეული ღონისძიებები, ნაწილი მათ შორის უკვე განახორციელა, რომელიც აი ამ პრობლემის წარმატებით გადაწყვეტასთან არის მიმართული.